ვარკეთილში ძაღლმა ქალი დაგლიჯა, შემთხვევა მეოთხე მიკრორაიონში მოხდა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა უმძიმესი იყო. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ლამის სისხლისგან დაიცალა გოგო. სად გაიქეცი, როგორ არ მოbrunდი, რომ გენახა, მოკვდა თუ მორჩა ადამიანი. მიმართავს დაშავებული სახლობელი ძაღლის მეპატრონეს. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი იგორ ბეკურაშვილი დაიღუპა. ფრონტის რომელ ხაზზე და რა ვითარებაში უცნობია. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ქართველის გიორგი დამენიას დაღუპვის შესახებაც. 2022 წლის მერე რუსეთის საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ომში უკრაინაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლია დაღუპული. ვოლგოგრადი მიესალმება ფლამინგოების სეზონურ მიგრაციას უკრაინიდან გაგრძელება იქნება. წერს უკრაინული თავდაცვის კომპანია Firepoint-ის ხელმძღვანელი და ვიდეოს ავრცელებს, სადაც ასახულია 5-მდე უკრაინული ფლამინგოს ტიპის რაკეტის გაშვება. თავდასხმა ვოლგოგრადის ხელისუფლებამაც დაადასტურა. უკრაინულმა რაკეტებმა რუსული არმიის მომარაგების ერთ-ერთი მსხვილი სამრეწველო ქარხანა ტიტან ბარიკადი დაბომბეს. 900-ზე მეტი დაღუპული და 3000-ზე მეტი დაშავებული. ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ითვლიან და მონაცემებს ეტაპობრივად ანახლებენ. ხელისუფლების ინფორმაციით 200-მდე ადამიანს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ. დაღუპულებს შორის არიან ბრაზილიის, ჩინეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის მოქალაქეები.